დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმართან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჯერ წარმოგდგენ სტუმარს ვინ არის ჩვენთან სტუდიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი თამაზ გოგოლაძე თუმცა იქამდე ვიქტორინის შეკითხვა უნდა გააჟღეროს გიორგი რა იციულად მეორე ვიქტორინის შეკითხვა ასეთი გახლავთ ბოლშევიკური რეჟიმის დროს მას სასულიერო პირობა იგზულებით დაატოვებინეს რის შემდეგაც როგორც ისტორიკოსმა მთელი დარჩენილი ცხოვრება საქართველოს ეკლესიის სიწმინდეების აღმოჩხვასა და მათზე ზრუნვას შეალია თქვენ უნდა გვიპასუხოთ თუ ვინ იყო ეს დიდი მოღვაწე და გარწმუნებული ვარ რომ არ უნდა გაგიჭირდეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 2-377-18-ზე უნდა დაგვიკავშირდეთ შეეცადეთ რომ იყოთ პირველი შესაბამისად თქვენ ჩაითრებით გამარჯვებულ ტელემაყურებელს კი გადაეცემა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი რომელიც საეკლესიო მაღაზია ალიოს მიერ არის დაწესებული გისურვებთ წარმატებებს წარმატებებს უსურვებთ ჩვენს ტელემაყურებელს იმედი გამოვთქვათ რომ მალე დაგვიკავშირდებიან ახლა კი სტუმარი მოგესალმებით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის რეგალიაში ცოტა შეგიმოკლეთ დასაწყისში ისტორიის დოქტორი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი თამაზ გოგოლაძე ბატონო თამაზ პირველი შეკითხვა ესეთი მინდა დაგისვათ როგორც ცნობილია გრიგოლ ხათთელის მოწაფეების მიერ დაარსდა ნეძვი და კვირიკეწმინდა ნეძვის მდებარეობა საზოგადოებამ კარგად იცის თუმცა კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც ვიცი რომ გითხრათ ამის შესახებ თუ არის ვარაუდები სად მდებარეობს კვირიკეწმინდა მადლობთ მოწვევისათვის მოგესალმებით მართლაც როგორც აღნიშნეთ ნეძვის ადგილმდებარეობა გარკვეულია და ის მდებარეობს ბოჯუნის ხეობაში ახალდაბიდან 12 კილომეტრის მოშორებით ხო რაც შეეხება კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობას და ლოკალიზაციის საკითხი დღემდე ქართულ სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა ხო სანამ გადავალ თუ რას ფიქრობენ ქართველი მეცნიერები მინდა რომ აღვნიშნო კვირიკეწმინდის შესახებ გაგვაჩნია სულ სამიოდე ნარატიული ცნობა. რა ესენი ბეცად გვხვდება. გიორგი მეჩულის ცხოვრებაში სადაც პირდაპირა მითითებული რომ ისინი წავიდნენ გრიგოლ ხანძთელი წავიდა მის მოწაფეებთან ერთად ზოგად ქართლისა და სამცხის სანახებში და იქ პოვნეს სამონასტრო დორი ადგილი და თეოდორეს ხმანს უწოდეს მეძვი ხოლო ქრისტეფორესაც კვირიკეწმინდა მეორე წერილობითი წყარო გახლავთ გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი როგორც მოგესალმებათ მე-16 საუკუნეში ოსმალები შემოდიან და იპყრობენ ქართლს და შესაბამისად სამცხესაც მათ აღწერეს დაპყრობილი ტერიტორია და ამ ტერიტორიაში მოექცა ამ ტერიტორიაში აღწერილია აწყურის ნახიეს ანუ აწყურში გაერთიანებული სოფლები და მეხუთე სოფლა დასახელებულია საკვირიკე ხოლო მე-18 გეოგრაფიულ პუნქტად კი დასახელებულია კვირიკეთი ანუ კვირიკეწმინდა წერილობითი წყარო არის ჟანთანის წერილი მე-13 საუკუნის მემატიანეს რომელიც მოგვითხრობს მონღოლი უფლისობის თეგუდარის გადმოსვლას აწყურის ციხესთან შემდეგ მის გადასვლას ჯავახეთში და სადაც იყო ცნობილი მე-13 საუკუნის ცნობილი ისტორიული პირის კახა თორელისა და ერთ-ერთი მონღოლი ასისთავის ჯოგი და მან ჯოგი მოიტაცა და ამ მიზნით ისინი დაედევნენ მას და პირველი ბრძოლა მათ შორის მოხდა გულკელის ხეობაში დღევანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის სოფელ აგარასთან მდებარეობდა ეს გულკელის ხეობა და იქიდან ის აღნიშნულ ბრძოლაში კახათორელისა და მონღოლთა ლაშქარი დამარცხდა და ისინი წამოვიდნენ და გამარჯვებულები დაედევნენ მათ ხოლო კახათორელმა მოასწრო და აწყურის ციხეს შეაფარა თავი ხოლო გადარჩენილი ნაწილი რაზმისა კი შეაფარა თავი რუგეთის მთას რომელსაც ქვია კვირიკეწმინდა ასე იხსენიებს ამ სამი ყველაზე სანდო გიორგი მეჩულის ცნობა თუმცა ძალიან ზოგადია აი ისეთ კონკრეტულ მითითებებს არ გვაძლევს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ხო რაც შეეხება ქართულ ისტორიოგრაფიას ანუ 4 მოსაზრება არსებობს ანუ 4 ნაწილადაა ქართული მეცნიერთა აზრი გაყოფილი კვირიკეწმინდის მდებარეობის შესახებ პირველი ნაწილი ფიქრობს რომ ის უნდა იყოს აწყურის ზემოთ არის ესეთი სოფელი საყუმეთის სექტორში და ისინი ძირითადად ეყრდნობიან გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთრის მონაცემებს
და იქნება გამომდინარე ის აწყურის სოფლებთან ერთად იხსენიებოდა ეს მოცენებული საკვირიკე და კვირიკეწმინდა ისინი ფიქრობენ რომ ამ სექტორში უნდა მდებარეობდეს. მეცნიერთა მეორე ნაწილი ფიქრობს კერძოდ რუსტამ მეფისაშვილი ფიქრობს რომ ეს უნდა იყოს ჩიტახევის მონასტერი, აგრეთვე მწვანე მონასტერი. იგივე მწვანე მონასტერი. მისი ხუროთმოძღვრული მონაცემებია გამომდინარე. ხოლო მესამე ნაწილი ფიქრობს რომ ეს უნდა იყოს აი სოფელი გვირია ბორჯომის ხეობაში და იქ არის საკვირიკეს სახელით ცნობილი სამონასტრო კომპლექსი. ხოლო მეოთხე ნაწილი კი ფიქრობს რომ ეს უნდა იყოს ფოთოლეთის მონასტერი. და ეს მეოთხე მოსაზრება ეკუთვნის ხელოვნებაცოდნე დავით ხოშტარიას, ბატონ დავითს და ის ამოდის იქიდან რომ აი ზოგად აი წახან ვახსენე ზოგად ქართლისა და სამცხის ზოგადი გაიგო რომ მეძვი და კვირიკეწმინდა უშუალოდ ერთმანეთთან ახლოს უნდა ყოფილიყო. როგორც თქვათ არის ახლანდელი ფოთოლეთის მონასტერი და ის ადგილი რომელზეც ვარაუდობენ რომ ეს უნდა იყოს კვირიკეწმინდა. და ზუსტად აი ბატონ დავითის მოსაზრება ეს რომ ფოთოლეთი უნდა იყოს კვირიკეწმინდა. და ძირითადად ის ამოდიოდა ამოსავალი წერტილი იყო ის რომ თეოდორე და ქრისტეფორე სენაკებიც კი კლავდიეს როდესაც გრიგოლ ხანძთელთან ერთად სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდნენ გვერდ ჰქონდათ და ასე რომ მიიჩნევს რომ ანუ მათი აშენებული ტაძრები ახლოს უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან. საინტერესო თქვენი აზრი ამ ყველაფრის შემდეგ. და აი დაიდარეს აღნიშნული საკითხით და პირველ რიგში დამაინტერესა 2007-2008 წელს ფოთოლეთის ეკლესიაში მოეწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელიც შედეგადაც სამკვეთლოს ნაწილში, ანუ ტაძრის მარცხენა ნაწილში, რომელიც სამკვეთლოა განთავსებული, აღმოჩენილი იქნა საფლავის ქვა, ანუ ქვაყუთი ეგრეთ წოდებული, რომელზეც გადაფარებული იყო ფილა. რომელზეც შესრულებული იყო ნუსხური, მხედრული და ასომთავრული ჩერეული წარწერები. ეს ფილა გადატანილი იქნა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და დღემდე შეუსწავლელი იყო. ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული წარწერებით და ჩემ მეგობრებთან, ისტორიკოსებთან, ირაკლი გერაშვილთან და ნინო ხაშილაძესთან ერთად რამდენგზის მოვინახულეთ აღნიშნული ქვა და მინდა აღვნიშნო ასევე რომ ის დღის შუქზე იმდენად დაიკავთალი რომ გვიწევდა ძირითადად ხამის განათების ფონზე რომ გვემუშაო. იმდენად შემჩნევათა ეს წარწერები. და ახლა მოგახსენებ წარწერების შინაარსი, ცელი არაა და ჩამოთვლი. ძირითადად არის მიმართვა 7 წარწერა, ძირითადად საუბრებელი ხასიათის წარწერებია და მიმართულია წმინდა გიორგისად. ანუ 7 წარწერიდან 2 წარწერაში მიმართვა არის წმინდა გიორგისად. ეს იმას მიანიშნებს, რომ მისი სახელობის იყო. წმინდა გიორგის სახელობის იყო აღნიშნული მონასტერი. თუმცა დღეს გრიგოლ ხანძთელის სახელს ატარებს, ხო? მთავარი ტაძარი გრიგოლ ხანძთელის სახელს ატარებს, ხოლო გვერდით მარჯვენა სამხრეთის პატარა ხვიასროა, ხო? ის სახელზე წმინდა გიორგის? არა, სპირიდონ ტრიუმფუნტების სახელობისა. და ის სადაც წარწერიანი ქვა აღმოჩნდა, ის ისევ სამკვეთლოთაა. ასე რომ მეოთხე მოსაზრება იმის შესახებ რომ ფოთოლეთი შეიძლება ყოფილიყო კვირიკეწმინდა ამ წარწერებმა უარყო ანუ გააბათილა ეს გადაწყვეტა ეს ხო აჩეხო პირველ მოსაზრებას რომელიც მოგახსენეთ საყუნეთთან დაკავშირებით იქ მოიწყო დაჟველითი სამუშაოები და ვერავითარი ნამონასწალის კვალს იქ ვერ მიაკვლიეს. აქედან გამომდინარე რჩებოდა ორი მოსაზრება. ესე იყო ან უნდა ყოფილიყო კვირიკეწმინდა ჩიტახევის ანუ ეგრეთ წოდებული მწვანე მონასტერი, ან უნდა ყოფილიყო დვირისთან მდებარე საკვირიკეს სამონასტრო კომპლექსი. და აი 2012 წელს ჩიტახევის ეკლესიაში მოეწყო გაწმენდითი სამუშაოები და ადგილობრივი მოწესრების მიერ აღმოჩენილი იქნა ანტეფიქსის ქვა. და ეს იყო წარწერა. რომელიც იყო წარწერა და რომელიც ეწერა წმინდა გიორგი. და საერთოდ ანტეფიქსის ქვაზე შესრულებული წარწერა შეიძლება ჩავთავოთ აპრიორად იმისა, რომ ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის იყო. და გამოიცა და დაგვრჩა დვირთან მდებარე საკვირიკის სამონასტრო კომპლექსი, რომელზედაც ზემოთ რამდენიმე მეცნიერს აქვს გამოთქმული მოსაზრება, ხო აქედან გამოყოლდი გიორგი ზედმინიძის მოსაზრება, კვლევრის რომელიც აი ეს სამი წყარო რაც ჩამოთვალე ამის ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე რომ ნამდვილად საკვირიკე უნდა იყოს ის ქრისტეფორეს მიერ აგებული კვირიკეწმინდა. და ასე რომ მან და ესაც დავამატებ ის საფუძველზე. გარდა იმისა, რომ მე რაც ვახსენე ზოგად ქართლისა და სამცხის არეთა, მან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში კიდევ მიაქცია იმას ყურადღება, რომ გრიგოლ ხანძთელი როცა გამოეპარა მისი მოწაფეები ქართლში მონასტრის დასაარსებლად,
პოვნეს მოწაფენი წერია წყაროში ესა თეოდორე ნეძვის სამაშენებელი, ხოლო ქრისტეფორე კვირიკეთის სამაშენებელი. ანუ მარტო კვირიკეწმინდა რა იწოდებოდა. მან და ასევე გურჯიტანის ვილაიეთის დიდ დავთაში საკვირიკისა და კვირიკეწმინდის გვერდიგვერდ მოხსენებასაც მოუძებნა ახსნა და გაროს საკვირიკე უნდა ყოფილიყო სოფელი, რომელიც კვირიკეწმინდას ეკუთვნოდა. ბატონ თამას, გამომდინარე მიმაჩნია რომ დღეს შეიძლება გადაწილოთ ნაპოლეონია ეს ადგილი და აღარ არის საკამათო, ხო? უბრალოდ ერთიც მინდა დავამატრო, მე არუსულ ტაძარი მოინახული და ძალიან სავალალო მდგომარეობაში. აი ეს მინდოდა მეკითხა, ხო, აი ვთქვათ, როგორც ასევე სავალალო მდგომარეობაში იყო ფოთოლეთის მონასტერი, რომელიც რეზერვაცია. აი თუ იგეგმება ვთქვათ, თუ არის ამაზე ფიქრი. 1991 წლიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები და მე რატომღაც შეჩერდი. და არის საკუთრებაში არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით აიღებენ მხატვრობას. ასევე შემორჩენილია ეს და ფაქტურად ღიაცის ქვეშა. არის აგრეთვე სხვადასხვა სენაკები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები და მთელი კომპლექსია. და სამწუხაროდ ჯერჯერობით შეჩერებულია ეს მისი აღდგენა არ მიმდინარეობს. ხო, ჯერჯერობით შეჩერებული. აი რა საფრთხის წინაშეა ეს. თოთალობაში ფესტავალი აღარ შემორჩება. აქ აგრეთვე განმარტებითი წარწერებიც აქვს და ერთი კიდე მინდოდა აღმოჩნდა აი ფოთოლეთის ეკლესიის მაგარ წარწერებზე. ერთ-ერთ წარწერაში არის საინტერესო ფრაზა. მერთმან ნიშნავს სოდვანი ნათესა, რომელიც ხوار არის. ანუ ნათე შემოგვიდგეთ იგივე ქაროსანი, იმდენად შედიხართ და უგისათვის თავს თისინაშე, რომ ის თხოვს უფალს არ შემოდოს მისი ცოდები და შესაძლოა ამის პარალელებიც კი გვეძებნება აი ბეთანიის ერთ-ერთი მოხატველი სოფრომის წარწერა, ღმერთმან მიშემოდოს სოფრომს. და არის აგრეთვე ჯავახეთში განძის ეკლესია, უფალო არ შეიწყალა. რა საინტერესო პირიქით ხო? ხო, ანუ იმდენად უგისათვლია თავს, რომ პირველად ეგეთი ფორმით აღნიშნავენ. რასინანული ქონდათ. კეთილი, ამის დამატება თუ არ გინდათ ბატონ თემბას შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი საუბარი. აი მინდოდა ამ წინარე პირობების ამას ბოდიშ შემეშალა. წინა პირობების შესახებ ის გამოც დავინტერესდი არის გასულ წელს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის პრეზიდენტის გრანტი და შევიტანე ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები სამკვლევი. თავიდანვე ქონდა დაგეგმილი რომ გზამკვლევის გარდა ამ ნაშრომს ცოტა სამეცნიერო რეგულირებას ქონებოდა. და ამის გამო დავინტერესდი თავისუფლად წარწერებით და ამის გარდა მეტად საინტერესო კიდე არის 1939 წელს გაწმენდითი სამუშაოების დროს ფოთოლეთის ეკლესიაში აღმოჩნდა კანკელი, რომელსაც აქვს მარცხენა ბოძის მთელ სიგრძეზე ნუსხურად შესრულებული სადღაც 11 საუკუნის წარწერა. ეს მუზეუმში არ არის ახლა? ის რაც ახლა ამშვენებს კანკელს. ის ასლია არის პირდაპირ მე ეს ულამაზესი კანკელი. ერთ-ერთი ცნობილი და ესეთი ულამაზესი კანკელი. კეთილი, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მოგწანებისათვის. შევახსენოთ ნინო დამეხმარება ამაში შემოკლებული რეგალიით. დიდი მადლობა ბატონ თამაშ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენოთ ისტორიის დოქტორი, ხალხთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ბატონი თამაზ გოგოვაძე გვესაუბრებოდა სტუდიაში.